ივანიშვილისთვის ეს არის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი. მოდი მე ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის ქვეყანაში რაღაცნაირად როგორი ფორმითაც არის შესაძლებელი რაიმე სახის ოპოზიციური ძლიერი ფრონტი შექმნა ქვეყნის შიგნით ამას შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მის ხელისუფლების დემონტაჟზე და ქვეყნის გარედან ეს შეუძლია სანქციებს და ამავე დროს ეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, თუ კი არსებობს რომელიმე ერთი საკითხი, რომელიც მას ყველაზე მეტად აწუხებს, ეს იმდენად არ არის რუსეთთან კავშირები, რამდენადაც მისთვის კატასტროფა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი. ეს უნდა გვესმოდეს ყველას კარგად. ხოჭორს ამაზე იყო განცხადება წინა. დიახ. ქართული ოცნება დასავლეთში საკმაოდ მწირი გავლენით სარგებლობს, მაგრამ სადაც მიესვლებოდა BBC-ს გამოძიებამდე. მისი მთავარი message box იყო, რომ დაგვანებეთ რა თავი, რა სამხრეთ კავკასიაში რა გესაქმებათ. არაფერზე არ შეგაწუხებთ, ჩვენ არც ნატოზე გაწუხებთ, არც ევროკავშირზე გაწუხებთ. თქვენი ფულიც კი აღარ გვინდა. შეგვეშვით რა, რატო აი ბიზინა ივანიშვილის ლოგიკა არის, რომ რატომ აინტერესებს დიდ ბრიტანეთს მე საქართველოში არჩევნებს გავაყალბებ თუ არა და მე მეყოლება თუ არა პოლიტპატიმრები. ეს რაში გაინტერესებთ? მე ხო ხელს არ გიშლით. ხო, რუსული გავლენაა. თქვენი ტვირთი გასატარებელია, დავილაპარაკოთ, შეიძლება გაგიტაროთ. ბიპი მიდის? არ შეუშლი ხელს რომ იყოს რა ეს ნავთობსადენ. აი ამ დამოკიდებულებით იყო. და ცდილობდა არა იმის ჩვენებას, რომ ის არის თეთრი და ქათქათა პოლიტიკურად, არამედ იმის ჩვენებას, რომ შემეშვით რა, აგერ უკრაინა, აგერ ამდენი გეოპოლიტიკური პრობლემები, ამას დახარჯეთ რა დრო, ჩემზე დროს ნუხარჯავთ. და ამას ახლა რო გითხრათ, რომ ბევრი მსმენელი და მოკავშირე ყავდა თქვა არა, მაგრამ რამდენიმე აქტორი იყო საშუალო ან რაღაცა დაბალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ეთქვა, რომ ხო, იმდენი პრობლემაა, რომ საქართველოს საკითხზე არ დავიღალოთ თავ. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტის შესახებ, ხო? ქართული ოცნების მიმართ განაჩენის გამოტანის პროცესი გახდა გარდაუვალი დასავლური სამყაროს მიერ. აქ მინდა ხაზგასმით ერთი რაღაც აღნიშნო. ყოველდღიურად ქართული ოცნების წარმომადგენლები როცა აკომენტარებენ საფრანგეთის პრეზიდენტს ასე შემდეგ, ერევიან ისინი ამ ქვეყნის პოლიტიკაში, ამით ერევიან, ხო, მათი ლოგიკით ერევიან, მაგრამ როდესაც საუბარი გვაქვს სახელმწიფოებზე, რომლებიც არჩეული არიან დემოკრატიული გზით ხელისუფლებები და აქეთ დგება საკითხი, რომ შეიძლება ის პრემიერ-მინისტრი რო ჩამოვიდეს აქ, რომელიც ისედაც არალეგიტიმურია, ისედაც ეს პრობლემა აქვს, ისედაც აქციებია, ისედაც პოლიტპატიმრებია და ამავე დროს შეიძლება ამ კაცს თავის მოსახლეობისთვის ქიმიური იარაღი აქვს შესხმული, ვეღარ ართმევს ხელს. ქართული ოცნება როდესაც ამ შეცვალა და ამძიმა სურათი ქართული გაცილებით, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის პრობლემას დაემატა ანგარიშვალდებულების პრობლემა პირდაპირ ასე შეიძლება. ქართულ ოცნებას აქვს რამდენიმე ფაზა, რომელმაც მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე ქვეყნის გარეთ. ერთი ეს არის არჩევნების გაყალბება. ამით დაიწყო. შემდეგ იყო 28 ნოემბერი, როგორც ფაქტი რა გააკეთეს და ისინი წავიდნენ მათივე ანუ დეკლარირებულად მათივე ამომრჩევლის უმრავლესობა ხო ამბობს, რომ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია და მათ საარჩევნო ბანერებზე ევროკავშირის დროშა მაინც დაიტანეს, ვერ თქოს არ გვინდაო ეს ევროპა. ანუ წავიდნენ ქართული ხალხის მალევე ერთ თვეში გამოაცხადეს 28 ნოემბრის შემდეგ, რაც მოხდა ეს სისტემური წამება, პოლიტპატიმრების წყება, რომელიც განსაკუთრებით გაგრძელდა 28 ნოემბრის შემდეგ, თორე მანამდეც ივანიშვილის ციხე სავსე იყო პოლიტპატიმრებით და მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც 4 წელზე მეტია მათ ყავთ პოლიტიკურ ტყვეობაში და სხვადასხვა სხვა აქვს სასამართლო პროცესი, რომელსაც ავარაუდოთ დაესწრება დიდი ხნის განმავლობაში პირველად ექნება ამის შესაძლებლობა. აი ამ ვითარებაში ივანიშვილს ახლა დაემატა დამატებითი სიმძიმე, რასაც ქვია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება. აი წარმოვიდგინოთ რა ნებისმიერი ხელისუფლება ერთი წუთით დაუშვათ რომ აბრალებენ და არასწორია ეს ინფორმაცია. ჯერ ერთი სუსის განცხადება ხო გვახსოვს 28 ნოემბერი და მე მგონი 4 ოქტომბრამდე მონაკვეთი 3 ოქტომბერი ამოგდებული ქონდათ. არ თქვეს რომ იქ არ გამოგვეყენებინა. ანუ ის სხვა ქიმიური დასახელების მქონე ნივთიერება, რომელიც მათ დაადასტურეს რომ გამოიყენეს და არ არის მოწამვლის ხასიათის მატარებელი, თქვეს რომ 4 ოქტომბრის მერე გამოყენებულიო და ნოემბერ-დეკემბერში
დეკემბერზე საუბარ ბოდიშკი ხდით. მაგრამ ამავე დროს პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი რაც არის. ესეთი ხელისუფლება ხო პირიქით უნდა ითხოვდეს, რომ ჩამოდით, გამოიძიეთ საერთაშორისო და ამხილე და ეს ხო მარტივი იქნება, რომ ყველას ვისაც ეჭვი გვაქვს, მე გამოხვიდე და საერთაშორისო გამოძიების დოკუმენტი დაუდო და ამით გაიძლიერო რომ ლეგიტიმაცია და როდესაც ქართული ოცნება სხვათა შორის ეს სიტყვა არის ძალიან მოდაში მათ პროპაგანდას ახლა როდესაც უსმენ პრაგმატული ამას იყენებენ ხშირად რომ აი პრაგმატული პოლიტიკა მათი პრაგმატული პოლიტიკა რა არის ანუ პრაგმატულ პოლიტიკას მე მაგალითად ხედავ აი ამ დღევანდელი მდგომარეობით შორს რა წავიდე სომხეთში, იმიტომ რომ კაცი ჯერ გაუშვებს საგარეო საქმეთა მინისტრ პაშინიანი 99 წლიან ხელშეკრულებას დადებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიიღებს უსაფრთხოებას ლევან ვიდრე გააგრძელებთ კადრიც ვაჩვენოთ ტრამპი გამოდის ახლა დავოსში სიტყვით და იყოს ეს კადრი ეს არის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რა სიტყვის იმიტომ რომ ეს დაანონსებულია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო სიტყვა იქნება მისი მხრიდან. კი ბატონო, ნუ ამ შემთხვევაში ვაცადოთ ის რა სიტყვა საკმაოდ გრძელი სიტყვა აქვს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელოთ ზუსტად ამ კონტექსტში, თქვენ საუბრობდით სომხეთის აი ნახეთ პრაგმატული პოლიტიკა და მაინტერესებს ქართული ოცნების სამომრჩეოს მინდა რომ მივმართო ამ თვალსაზრისით. თქვენ როდესაც საუბრობთ რომ ირაკლი ყობახიძე არის უდიდესი ქართველი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი. და არ წავიდეთ შორს, შევხედოთ ფაშინიანი ჩვეულებრივად კონტაქტში არის ტრამპთან ქვეყანაში შემოყავს 99 წლით ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები ხდება რუბიოს აფორმებს ხელშეკრულებას სამ დღეში მიფრინავენ ჩინელებთან აქვს სტრატეგიული ხელშეკრულება ჩინური ტვირთების გავლაზეა საუბარი თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაალაგეს ურთიერთობა და ჩვენთვის ძალიან საფრთხილო საკითხია იმიტომ რომ ალეუმმა თქვა რომ ის ტვირთი რომელიც საქართველოზე გადიოდა სომხეთზე გაივლისო ამიტომ ჩვენ ფუნქცია შეიძლება დავკარგოთ რაღაც თვალსაზრისით თუ აქტიურები არ ვიქენთ ამიტომ არის საქართველოს არ შეიძლება ყავდეს ესეთი კატასტროფული ხელისუფლება გარდა ადამიანის უფლებებისა და იმისა რაც საქართველოში ხდება და რა უბედურებას ტრიალებს აი გეოპოლიტიკური მასშტაბით არ შეიძლება ესეთი არავინ ხელისუფლება იყოს ხედავთ რომ სომხეთი იწყებს ევროპულ ინტეგრაციას ამავე დროს უკვე აქტიურად თან უნდა გავითვალისწინოთ რომ გიუმრის ბაზა რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი იქ დგას მაგრამ ომის საფრთხე შიში არა აქვს ანუ ეს არის პრაგმატული პოლიტიკა ეხლა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მითხრან ირაკლი ყობახიძეს ტელეფონზე ვისთვის დარეკვა შეუძლია პრაგმატული პოლიტიკა აი მე რას გავიგებდი იცი და აი ხმას არ ამოვიღებდი ქართული ოცნება კარგად რო იყოს ევროკავშირთანაც ამერიკასთანაც რუსეთთანაც ჩინეთთანაც არაბულ სამყაროსთანაც და ირანთანაც და რავი არავისთან არ არიან კარგად ესენი არიან ყველა სიკეთესთან ერთად ესენი არიან წუნდებული პრორუსები ერთი სოფელი არ დაუთმეს რუსებმა აქეთ მიაქვთ ტერიტორიები ხო 13 წელია აი რუსეთი ნაბიჯ ის რუსებიც არაფერს არ უთმობენ ანუ ქართველები ესენ პრორუსებადაც არ ვარგიან ანუ ევროკავშირთან ხო გადაგვამტერეს ტრამპმა რომელმაც მშვიდობის საბჭოში მიიწვია პუტინი და ლუკაშენკო ამათ მაინც არ დაუძახა ტრამპმა არ იცის ახლა ისინი რა ხალხი არიან, მაგრამ ყველას ეძახის. აი ყველას რო ეძახის, აი ამათ მაინც არ ეძახის. ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ხო სულ 15-ია. 14-თან რაღაც ფორმის კავშირი უკვე ქონდა. ანუ პუტინს შეხვდა, ზელენსკის შეხვდა, ბალტიისპირა სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა, შუაზიის სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა, ერთადერთი სახელმწიფო 15-დან, ვისთანაც კომუნიკაცია არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩი არ ყავს დანიშნული არის საქართველო. და აი ეს რატოა პრაგმატული ვინმე ახრენდა და 20 იანვარს ელოდებოდა ჯერ ესე იგი მთელი ქვეყანა გვაცხოვრა 20 იანვრის მოლოდინში ტრამპი მოვა და გვეჩვენება და მე წერილს ყველა სიკეთესთან ერთად იცით რა შეცდომას უშვებს ვიძინა ივანიშვილი ამერიკელებთან ურთიერთობების დროს და განსაკუთრებით დონალდ ტრამპზე როცა არის საუბარი ამ კაცთან ამერიკის 57 პრეზიდენტთან ვაჭრობით ლაპარაკი არის უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ ტრამპის მთელი პოლიტიკა დგას რაღაც აი ამ ბიზნეს მისი წარსულიდან გამომდინარე მოლაპარაკებებით უპირატესობის მიღწევას და ივანიშვილს როგორია აქ საქართველოში რასაც უტარებს ბევრს იმას ჩაუტარებს ტრამპს ძალიან შემცდარა. იმიტომ რომ ტრამპი ამას აკეთებს გლობალური მასშტაბით რომ აი აჩვენოს მისი უპირატესობა და ივანიშვილი მისთვის ვინ არის
ტრამპი ანგარიშს უწევს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ლიდერებს, რომელთანაც რაღაც ფორმის პერსონალურ ან კონკრეტულად ეკონომიკურ საკითხებში პოულობს განსაკუთრებულ ინტერესს. ივანიშვილი ვინ არის? ჯერ ესეთ ფორმალურადაც არავინ არ არის. ირაკლი კობახიძე ან მიხეილ ყაველაშვილი როგორ შეიძლება ამ ქვეყანას წარმოადგენდეს? თქვენ ახლა წინა სტუმართან რაზეც საუბრობთ, ხო? ესეთი მსოფლიო ვითარება, ხო? რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, განსხვავებული პოლიტიკა შეიძლება დადგეს, უკრაინაში კონფლიქტი, ჩინეთთან შესაძლოა ევროკავშირმა ურთიერთობა გააღრმავოს, ანუ გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ასე თუ ისე იცვლება. ყოველ შემთხვევაში რყევა საქართველოს ამ დროს არ არის. ანუ ჩვენი ხმა სადმე ისმის. ჩვენი ხმა აი იმ ჩამყაყებულ რუსულ ბანაკშიც კი არის. ამ ვითარებას ივანიშვილისთვის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მას რომ კონდეს დღეს პოლიტიკურად ამის გადაწყვეტის მზაობა, შეცვლიდა თუ არა ეს ვითარებას მისთვისაც და რატომ არ მიდის ის ამ დათმობებზე? გონია რომ ძალაუფლებაში მყარად არის? ივანიშვილი ესე თulis რომ სამწუხაროდ მას ჯერჯერობით აქვს განცდა რომ ქვეყნის შიგნით ასე თუ ისე სიტუაცია უჭირავს და ოპოზიცია განეიტრალებული ყავს, იმიტომ რომ ლიდერები ციხეში არიან, ტალღის აგორება სჭირდება. ნელ-ნელა გამოვლენ ნაწილი მაინც. ნაწილი მაინც გამოვა და ოპოზიციის მდგომარეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი არის საზოგადოებრივი განწყობა. მე არ მჯერა რომ ამ ქვეყანაში ქართულ ოცნებას ამორჩეველი ემატება. ჩვენ რო ვიყოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ოცნებაც არ აყალბებს არჩევნებს და ასე თუ ისე ნახევრად დემოკრატიული ძალა მაინც არის, შეიძლება გეფიქრა რომ ამ დროს იყენებს რომ აი მხარდამჭერი მოიმატოს და მე ბალანსი შეცვალოს. ანუ არ ემატება ამ ხალხს მხარდამჭერი. ანუ ვინც ქოცია, ვინც არ არის ქოცია, არ გახდა ბიძინას, არ მისცემს ხმას, ეს ვითარება. უბრალოდ ივანიშვილის მთელი სიბრძნე ჭყალებში არის ის, რომ არ მისცეს საშუალება მისი ალტერნატივის ფორმირებას. ეს უმეტესად გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, როგორიც არის ადამიანების და პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა, მიხეილ სააკაშვილი დამთავრებული, რა ვიცი, ბოლო პოლიტიკური ლიდერი ვინ დააკავეს, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძით დამთავრებული და ხა იქ ისევ ნიკა მელია ციხეშია და გაუხანგრძლივეს პატიმრობა ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე გამოდიან, ელენა ხოშტარაძე ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღავენ, მე არ მინდა ვინმე გამომჩეს. ანუ ამ ადამიანების მუდმივად, აი კარუსელია რა, ვიღაცა შედის, ვიღაცა გამოდის, არ გამყოფ. ანუ მე არ მახსოვს მომენტი 13 წლის განმავლობაში, როცა ყველა არის გარეთ. აი სულ ვიღაცა ციხეში ზის და ეს არის ერთი გარემოება, მეორე არის ფინანსური პრობლემები და ლოჯისტიკური პრობლემები, რომელსაც გაგუდული აქვს ამ ქვეყანაში ივანიშვილს იმის საშუალება, რომ თავისუფალმა ბიზნესმა ადამიანებმა ხარი დაუჭირან ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პარტიების აკრძალვა და ამავე დროს პროპაგანდა. ქართული ოცნების ძლიერი მხარე თუ რამე, ეს არის თუ არის რამე, ეს არის ცალსახად პროპაგანდა, რომლის დიდი ნაწილიც ეთმობა, რომ ვიღაცას როგორც კი ოპოზიციაში უჩნდება შანსი, რომ რაიმე ტიპის დამატებითი ლეგიტიმაცია მიიღოს, დამატებით ვიღაცა მხარდამჭერი, თუნდაც ქუჩაში მის გამო გამოვიდეს, ხარჯავს მილიონებს, რომ ეს ხალხი გააშალოს. კი ბატონო, შესაბამისად ის მას სიძლიერის განცდას ახლა უჩენს ის, რომ ჯერჯერობით ამ ფლანგზე არ არის მისი შეცვლისთვის საჭირო ძალა, ორი რაღაცა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ სწრაფად ის ვერ ხედავს მისი ალტერნატივის ფორმირების შესაძლებლობას და მეორე ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ მისთვის შეიძლება არ ეცალოთ ისეთი ამბავი ხდება. კი ბატონო, რა შეცვლის ამ ვითარებას თქვენი აზრით? ჩემი აზრით ამ ვითარებას პრინციპულად შეცვლის, მე ამ თვალსაზრისით მე მგონი ოპოზიციაში გამონაკლისი ვარ, მე მიმაჩნია რომ უფრო საგარეო ფაქტორი შეცვლის ამას. ვიდრე საშინაო ფაქტორი პატივისცემით მე თვითონ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვამაყობ, მაგრამ მიმაჩნია რომ ამ წუთას ბურთი არის საგარეო ფაქტორზე გადაგდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ უდიდეს გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ძვრებს უკრაინასთან დაკავშირებით, რეგიონთან დაკავშირებით. რეგიონთან დაკავშირებით ტრამპის ფრაზამ, რომ ეს პუტინის ტერიტორია, თუმცა იქ იყო წინ კონტექსტი ასეთი
ერთი იყო, რომ ესე იგი პუტინმა ის შეაქო ომის დასრულების გამო აზერბაიჯანსა და სომხეთში და მით უმეტეს აქ სხვანაირად კითხულობს პროპაგანდა ამ საკითხს, მაგრამ მით უმეტეს თუ პუტინი ამას აღიქვამს საკუთარ ტერიტორია და აქ ტრამპმა და ალაგა და აქ მისი სახელობის კორიდორია და ამ რეგიონში შემოაღწია ისე რომ პუტინმაც ვერაფერი უთხრა მას და მხოლოდ შეაქო, ეს აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს რუსეთის შესაძლებლობებზე დღეს, სისუსტეზე პირველ რიგში და შეერთებული შტატების რეგიონთან დაკავშირებულ ინტერესზე. ანუ ეს საწინააღმდეგოდ იკითხება და სულაც არ იკითხება ისე, როგორც ამას შესაძლოა პროპაგანდა. ჯერ ეს ერთი აქ ეს კონტექსტი ყველას კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რატომ შეიძლება ეთქვა ტრამპს ესე, იმიტომ რომ განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიაში ეს პირველ ვადაზე ესე იყო 2016-20 ვადაზე. პუტინის ტერიტორია ის კი არ ნიშნავს, რომ პუტინის საკუთრებაა, უბრალოდ ითვლება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთს აქვს მეტი ინტერესი და იქ ცდილობს რუსეთმა რომ პუტინი უბრალოდ აქ სულ მარტივად რო ვთქვა, ასე ქვია ამას ჩვენს ეს. ანუ მათ იციან, რომ ეს არის ის გავლენის სფერო, რომელსაც რუსეთი ცდილობს ყოველთვის დაეპატრონოს. ეს არის კატასტროფა. მოდი მარტივად ის კონფლიქტი, რომელიც იყო გაღვივებული ყარაბაღში, ის იყო თავიდან ბოლომდე რუსეთის გაღვივებული, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული კონფლიქტი იყო. და თუ კი სადმე უნდა დასრულებულიყო რუსების მოკლე ჭკუით, ეს კრემლში უნდა გაფორმებულიყო პუტინის მაგიდასთან. მაგრამ გაფორმდა თეთრ სახლში. აი ეს ჩვენი დიადი ივანიშვილის იდეა რო გავიხსენოთ, რომ რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებს, ზანგეზურში რა უნდათ ამერიკელებს, აბა ეს გამოიწვევს შავ ზღვასთან შედარებით და მით უმეტეს აი ის გრანდიოზული ვითარება, რაც არსებობს ახლა ახლო აღმოსავლეთ ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა და ეს მაშინ ძალიან სწორად დაინახა ნაციონალური მოძრაობის დროინდელმა ხელისუფლებამ, ხო 2012 წლებში ერაყში სამხედრო ინტერვენცია და ავღანეთში მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფნა მნიშვნელოვანი საშუალება მისცა საქართველოს, რომ ის ინტერესი გაზრდილიყო, რომელიც მაგალითად 2005 წელსაც დადასტურდა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი მასპინძლობდა ჯორჯ ბუშს და აი ეხლა ეს ინტერესი ამ რეგიონში იზრდება. ანუ საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები და მე მგონი დღეს ყველა უნდა მიხვდეს ლაზიკის მშენებლობა და ანაკლიის მშენებლობა. რატოა ესე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სულ რო ირანში მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ან სხვადასხვა ფორმით ჩინურმა ტვირთმა იაროს, ან აზერბაიჯანული ტვირთის, სომხური ტვირთის ტრანზიტი მოხდეს. შავი ზღვა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იარაღი, რომ ჩვენ არ დავკარგოთ როგორც შუა დერეფნის ფუნქცია და ვიყოთ ევროპის კონტინენტურ ნაწილთან დამაკავშირებლები და ივანიშვილმა აი მართლა ბოროტად არ ააშენებინა ამ ქვეყანას. რუსეთის დავალებით, რომ ჩვენი ფუნქცია და წონა არ გაზრდილიყო, დამიჯერეთ. დღეს რომ სოფლის პრინციპით მართული ქვეყანა, ეს იყო მისი არჩევანი ყოველთვის, მას არ ჰქონდა დიდი ამბიციები ამ ქვეყნისგან განსხვავებით. ის აიგივებდა ამ ქვეყანას მხოლოდ მისი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, განმტკიცების საშუალებას. გახსოვთ მისი პირველი საუბრები მის ფულსა და დაკარგვის შესაძლებლობაზე და საერთაშორისო მედიაში სტატიები სათაურებით, რომ დალომბარდებული ქვეყანა, ხო, ეს ქვეყნით ვაჭრობდა ყველა ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა იმედთან ინტერვიუებში, მაგრამ მივიდა რაღაც ეტაპამდე საერთაშორისო ასპარეზზე და თქვენ მე არ დაგასრულებინეთ კითხვაზე პასუხი, რომ გონიათ, რომ საერთაშორისო ფაქტორი უფრო გადაწყვეტს მისთვის ამას, რომ დავუბრუნდეთ, აქ რა შეიცვალა მისთვის? მისთვის აქ შეიცვალა ის, რომ პირველი ამიერკავკასიაში გაჩნდა ბევრად უფრო მაღალი ინტერესი. პირველი დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათთვის სომხეთის და აზერბაიჯანის აი ამ დერეფნის კონტროლი არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი. ამავე დროს ვინმეს თუ გონია, რომ ირანთან დაკავშირებით ეს საკითხი არის ჩამცხრალი, არ ჩამცხრალა და ამ დროსაც საქართველოს ექნება პრინციპული მნიშვნელობა ისევ ამერიკელებისთვის, ეხლა რაც შეეხება ევროპელებს. ევროპელები, რომლებიც არ ვიცი 70 წლის განმავლობაში პირველად ალაპარაკდნენ დამოუკიდებელი უსაფრთხოების სისტემის აწყობაზე, დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების საერთო შეიარაღებული ძალების ყველაზე ამერიკელი მოკავშირეების მიღმა. ამ დროს ნებისმიერ კონცეფციაში მერც მოусმინოთ, მაკრონს მოусმინოთ, საქართველოს რუსულ გავლენაში დატოვება და შავი ზღვის სანაპიროს დატოვება რუსეთისთვის აღმოსავლეთ სანაპიროს. ეს არის კატასტროფა მათთვისაც. ანუ საქართველოს საჭიროება ცალკე როგორც გეოპოლიტიკური, დემოკრატიული სივრცის აუცილებლობის ჭირდება ევროკავშირს, არა მხოლოდ
ჩემთვის და თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ხშირად არასწორად მეტყველებთ რაზე იცი რომ სულ საუბრობთ აი ხშირად მესმის რომ აი ჩვენ ევროკავშირში რომ შევალთ მივიღებთ ამას მივიღებთ იმას გვექნება ეს ჩვენ რას მივცემთ ესეც მნიშვნელოვანია ხო გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა გარდა ინტელექტუალური კულტურული დანამატისა რომელიც საქართველოს გახდება იმ ოჯახის რომლის ნაწილი ყოველთვის იყო ამავე დროს გეოპოლიტიკურად ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის ანუ გარდა იმისა რომ ჩვენ გვჭირდება გარდა იმის შემცირება ეს არა მარტო და აზერბაიჯანთან და შუა აზიასთან კავშირი იმიტომ რომ შუა აზიასთან ტრამპის დოქტრინა ეხლა ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს პუტინისთვის დამანგრეველი მნიშვნელობის მატარებელია ეს იცვლება ივანიშვილისთვის ამავე დროს პრინციპული მნიშვნელობა რასაც აქვს არის ის რომ ეს ქიმიური იარაღის სკანდალი რომელიც მას გონია რომ გადააგორა და შეიძლება ახლა თავის პროპაგანდისტულ სივრცეში ამას არ აცირკულირებს მაგრამ ევროპულ და ამერიკულ სახელმწიფო ინსტიტუტებში ამასთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი რეაგირება იქნება და გონია რომ კიდევ უფრო აქტიურად იქნება საერთაშორისო გამოძიება მოთხოვნილი და ამავე დროს ასევე პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი რაც არის და ამას ბევრი არ ითვალისწინებს ჩვენ ნახეთ სერიოზული განცხადებები თურქეთის პრეზიდენტისგან, ბატონ ერდოღანისგან და ასევე პრინციპული განცხადებები მოვისმენთ ალიევისგან, რომ პირდაპირ არც უთქვამს მისავე პრესას, ანუ სამთავრობო პრესამ ორი სტატია გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით და ნახეთ ორ ფეხზე მდგარი ქართული ოცნება ამაყი უცებ როგორ ცვლის გადაწყვეტილებას. ანუ ივანიშვილის ფუნქცია არის რომ აქ მოემსახუროს რუსეთს, შავი ფული ურეცხოს, მიეხმაროს სავარაუდოდ სანქციების გვერდის არიდებაში და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ აი რუსეთს ვემსახურები და თან რუსები მტოვებენ რა ამისთვის, იმიტომ რომ ეხლა რუსეთს შენი ბოლომდე ანექსია ამ წუთას არც აწყობს. იმიტომ რომ იცის რომ საქართველო არის ყაზანის ბუდე ამ თვალსაზრისით და ახალი თაობა მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა რომ გადაყვაპოს, ხო? და ამ ვითარებაში ივანიშვილი როცა ხედავს რომ არცეთ შენ მეზობელს ფაშინიანს, ალიევს და ერდოღანს არ სურს და არ მიგიჩნევ შენ სანდო პარტნიორად. როდესაც ამერიკასთან ეს კატასტროფული ვითარება გაქვს, ხელი ვერ ჩამოართვი ვერავის და როდესაც ევროკავშირში უბრალოდ ჩამოწერილი ხარ და გემუქრება სახელმწიფო დეპარტამენტის და ბრიტანული სანქციების უმრავლესობა და ასევე აი მართლა მთელი სულით და გულით არ მინდა რომ რაღაც დამატებითი მოლოდინი გავაჩინო, მაგრამ აპრილში თუ ორბანმა იქ არჩევნები წააგო და ეს დილემა რომელიც არსებობს ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ყველა კენჭისყრამ სრულდება 26-1-თან ანგარიშით და ორბანი ბლოკავს, ეს ბლოკი თუ მოიხსნა, სოფო დამიჯერეთ ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი ბევრად უფრო სწრაფად წარიმართება, ვიდრე ბევრ შეიძლება დღეს ეს გონია.